I'm wishing on a star to follow where you are. I'm wishing on a dream to follow on it means. And I wish on all the rainbows that I've seen. I wish on all the people who really dream. I'm wishing on a star. მეათე სამეფო ნაწილი მეხუთე საით მოიცადე? უფლისწული სად არის? უფლისწულო, მოდი აქ. ეს ნამდვილად შენი სახლის გზაა? დიახ, მოდი მე პირველი წავალ დასაზვერად. დასაზვერად? მოიცადე ერთი წუთი, აქ დიდი ამბავი ხდება. შენი დედინაცვალი ჩემი ცოლია, გესმის? ის ასეთი ქალი იყო, რომელიც ყველას მოსწონდა. მეც როგორც ყველას შემიყვარდა, სიგიჟემდე მიყვარდა. ვერ ვიჯერებდი, როცა ცოლობაზე დამთანხმდა. ვიცოდი, რომ სხვა კაცებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამას არც მალავდა. ისიც ვიცი, რომ შენ ეს არ გსიამოვნებს, იმიტომ რომ გინდა გაიგო რა კარგი იყო, იმიტომ რომ დედა შენია. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მათ ჩვენ მიგვატოვა. ხო მაგრამ ეს აღარ მჯერა ჯანჯაბა დავიკარგეთ, უკვე რამდენი საათია ჭრეზე დავდივართ. მოკეტერა შეხედეთ მე ჯერ არ მომკვდარ ვარ. დახმარება გჭირდებათ? მეც ასევე. შენ თავს შენ ჩუჩონ დაეხმარე. როდიდან გადაწყვიტე რომ ჩვენ დაგვეხმარო მარტოები მათ ვერასდროს იპოვით. შეიძლება ვიპოვოთ საიდან იცი და თუ ჩავფლავდებით, როგორც ერთი ოჯახი, ისე ჩავფლავდებით. ჩვენ ტროლები ერთი მეორეზე გულადები ვართ. მე მათი პოვნა შემიძლია. უბრალოდ მარტო ვერ დავიჭერ მათ. რას გვთავაზობ პარტნიორობას. უფლისწულო. ჩემი დაბადება არ უნდოდა არა, ეს ჩემი ბრალი იყო. მე მესმის მათი ხმა. ისინი სამეფოს საზღვარზე არიან. არ მახსოვს ის საღამო როცა წავიდა მაგრამ კარგად მახსოვს მეორე დილა შენ ცდილობდი საუზმე გაგეკეთებინა ჩემთვის მაგრამ არაფერი იცოდი იმ დილას ბებიაშენს დაურეკე, იმიტომ რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი. ის ამბობდა, ნახე, თავის დათვს ეთამაშება, კარგად იქნება. მახსოვს 3 დათუნია ჰქონდა. მერე ერთ-ერთი კუთხეში დააყენე და უთხარი. მოგიწევს მან დგომა სულ მარტოს. გასაგებია? მე მეგონა დაბრუნდებოდა იმიტომ რომ თავისი დასაცმელი დატოვა გახსოვს ყველაფერზე მეტად თავისი კაბები უყვარდა ხშირად შევდიოდი ხოლმე და ვამოწმებდი იქ იყო თუ არა ყველაფერი მე რამდენიმე თვის შემდეგ შენ თქვი რომ უნდა გადაგეყარა მახსოვს როგორ ფრთხილად ვალაგებდი ყველაფერს და იმედი მქონდა რომ იქნებოდა საიდუმლო წერილი ჩემთვის გესმის მხოლოდ ჩემთვის სადაც ეწერებოდა რომ მას უყვარვარ და ყველაფერს ამიხსნიდა რომელშიც იქნებოდა საიდუმლო ჯადოსნური მიზეზი რატომაც მას წასვლა მოუწია ახლაც მაქვს ის დაუცხრობელი გრძნობა რომ ადამიანებს მივარდე და უთხრა დედაჩემ ამიმატოვა როცა 7 წლის ვიყავი თითქოს ამას შეეძლოს რაიმე სახსნა მენატრება და მეზიზღება მენატრება
და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც ავარიაში მოვყევი და არავინ მოვიდა, რომ გადავერჩინე. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრება ზღაპრული ამბავი ყოფილიყო. ახლა კი არის. მამა, მამა ჩვენი მკვლელი. მოიცადეთ. რა? ჩვენ მისი მოკვლის შანსი კიდევ გვექნება. მას შემდეგ რაც დედოფალი დაასრულებს მასთან საქმეს. ბატონო. საუზმის დროა? თქვენ თავს არ გავხართ, ბატონო. აბა, მითხარით რა მქვია? ბატონო, მე თქვენ გიცნობთ მას მერე რაც ამ ქვეყანას მოევლინეთ. თქვენ კი არც კი იცით ვინ ვარ. მე მხოლოდ უბრალო ძაღლი ვარ. ძაღლი, გაიგეთ? უბრალო პატარა ძაღლუკა ვარ. სახლში მინდა წასვლა. მინდა ისევ 4-ზე ვიდგე. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. მე მხოლოდ საწყალი ძაღლი ვარ. ერთი უბედური ძაღლი ვარ. მაგია? ამის ეჭვი მქონდა. ახლავე უნდა შევატყობინო. ადექი. ჩაიცვი. დრო ანახოთ რა შეგვიძლია. ძმები ჯიბები. გაუმაჯოს ძმებ ჯიბებს. მამა, გაიღვიძე, მონადირეს ძინავს. არავინ გითვალთვალებს, შეგვიძლია გავიქცეთ. მაგრამ ჯაჭვით ვარ დაბმულები. ფეხები შეკრული მაქვს. ეტლიდან გადავხტეთ. მაგრამ ვერავინ დაგვინახავს, მოდი. ვერაფერს გავხდებით. თანაც უფლის წულს ამოუხერხოთ. წადი ბატონო. წადი ბატონო. ფიქრის დრო არ გვაქვს, უბრალოდ გააკეთე, რასაც გეუბნები. მზად ხარ? 1, 2, 3. ძალიან მაინტერესებს. შენი გაქცევის გეგმას მეორე ნაწილი აქვს? დღეიდან არავის აქვს უფლება სასახლეში რაიმე გააკეთოს ჩემი თანხმობის გარეშე. მხოლოდ ჩემი ნებართვით. თუ რაიმეს კითხავენ, უბრალოდ უპასუხეთ, რომ თქვენი ბატონი უფლისწული დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. თუ კი გავიგებ ერთ ჩურჩულსაც კი და გიხოცავთ შვილებს თქვენს თვალწინ. დღეს გაიგზავნებიან ელჩები ყველა მეფესთან, იმპერატორსა თუ მბრძანებელთან, თელს 9 სამეფოში, რათა მოიწვიონ ისინი უფლისწული ვენდელის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე. ეს ცერემონია ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილია, ერთი პაწაწინა გამონაკლისით. ჩვენ დავხოცავთ სტუმრებს. არ მესმის რა აზრი ქონდა ჩვენს გაქცევას, თუ მაინც უფლისწული სასახლეში მივდივართ. შეხედე? რას? მოკლე გზაა. მოიცადე.
შენი აზრით ერთი გზა 39 კილომეტრია, მეორე კი სულ რაღაც 13? არ ვიცი, შეიძლება მეორე უფრო მხატვრულია. წავიდეთ. ეს გრძელია, იმიტომ რომ უსაფრთხოა. ნახე, იქ ხეებია. აი აქ კიდევ. შეხედე. იქნებ ეს გზა სადმე უხვევს. შეხედე. იქნებ მართლა უხვევს ეს გზა სადმე. ეს გზა უბრალოდ ეტლებისთვის შეუფერებელია. მომაკვდინებელი ჭაობი. საშინელებაა. ნახე როგორი მინდორია. შეგიძლია მითხრა, საიდან მოდის ამ სიმღერის ხმა? არა, მოგეჩვენა. არა. ეს მთავარი ჰიტია. მოусმინე. არა, რაღაც ცხოველი ჩხავის. მე ასე არ ვფიქრობ. წადი ამ მასკარადიდან მიმოიხედე. ასე ამბობს. ასე მღერის არ გესმის? იცი, ჯერ არ არის გვიანი შებრუნება. არა, წავიდეთ, გავაგრძელოთ გზა სანამ პირველი სტროფი დამთავრდება. არაჩვეულებრივი სიმღერაა. წარმოუდგენელია. კი, მაგრამ მართლა არ გესმის? ეს რა სინათლეებია? ალბათ სიცინათელებია. თქვენ ვინ ხართ? ყველას გულუბრყვილოდ სჯერა, რომ შეძლებენ ჭაობის გავლას, მაგრამ ყველა ჭაობის ბოროტი ჯადოქრის ხელში ხდება. შესანიშნავია. ჭაობის ჯადოქარი? სამი რამ არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში. არ დალიოთ წყალი, არ შეჭამოთ ჯადოსნური სოკოები და რაც არ უნდა მოხდეს, არ დაიძინოთ. კარგი, მამა, მოდი გზა გავაგრძელოთ. გინდათ რომ ერთმანეთს დაშორდეთ? გინდათ რომ დაგეხმაროთ? ჩვენ ამას შევძლებთ. კი, თქვენ რა ჯადოქრობა შეგიძლიათ? მე ვიზამ. არა, ახლა ჩემი ჯერია ცუდი გოგო ვიყო. არა, ჩემი ჯერია. და რას ნიშნავს ცუდი გოგო ვიყო? რა მაგარია? ვირჯინია. მამა, კი, მაგრამ ვირჯინია. მამა, ჰეი! ზუსტად რა იგულისხმეთ დაშორებაში? ვირჯინია. შეჭედი სადაც ხარ, თორემ ჩემს ქვაბში მოგხარშავ. ღმერთო, ეს ჭაობის ჯადოქარია. ვინ გაბედა ჭაობის ჯადოქრის ქოხში მოსვლა? გთხოვთ, არაფერი დამიშაოთ, მე მხოლოდ ჯუჯა? გამარჯობა. გამარჯობა. დიდი ხანი არ შევხვედრივართ. ისევ სარკეს ეძებთ? არა, ის გატყდა, ახლა მეორეს ვეძებთ. სადმე მამა ჩემისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი. შეიძლება თან სიმღერას მღეროდა. არა? შემოდი, ახლა ხანს გავაკეთე სადილი. მადლობთ. იქ მართლა ჭაობის ჯადოქარი მეგონე. არა, ის უკვე დიდი ხანია მოკვდა. ეს არაჩვეულებრივი ადგილი საცხოვრებლად კარგია, როცა იმალები. ვინ იყო დამდვილი ჭაობის ჯადოქარი მაშინ? ვინ იყო? მე მეგონა ეს ყველა მიცოდა. არა, ფიფქიას ამბავი ხომ იცი? კი, თავად მისგან. რა? ჭაობის ჯადოქარი ბოროტი დედნიაცვალია, რომელსაც მისი მოკვლა უნდოდა. ეს არის ის ადგილი, სადაც ის მას შემდეგ ცხოვრობდა, სანამ აიძულებდნენ, რომ გავარვარებულ ფეხსაცმელებში ეცეკვა. მთელი დარჩენილი ცხოვრება შურის ძიებას გეგმავდა. ვინ? ჭაობის ჯადოქარი სარდაფშია დამარხული. რატომ არ ჩახვალდა, თვითონ არ გითხავ.
იქნებ რასაც ეძებ. ქვევით არის. რას გულისხმობ? არ ვიცი. ისე ვთქვი. ისე მე არ ჩავიდოდი 9 სამეფოს ოქრო რომ მოეცაც. დედა ჩემი აქ იყო, მე ამას ვუცნობ. შეჩერდით. დაიკარგე ჩემო შვილო. დაიკარგე ნება მომეცი გზა გაჩვენო. მოდი ჩემთან. მომყევი და შენ დაკარგავ შენს ტკივილს სამუდამოდ. შეხედე, მე ვკვდები, მაგრამ ჩემი სამუშაო დაუსრულებელია. ფიფქიას სახლი გადარჩა. შენ გააკეთებ ჩემს სამუშაოს და მე შენ ჩემს ძალაუფლებას გადმოგცე. საკუთარი ძალით უნდა დაამარცხო დედოფალი. შენ იარაღს საფლავში იპოვი. არ იფიქრო, იმოქმედე. ნუ ფიქრო, იმოქმედე. შენ არაობა ხარ, ის გაგანადგურებს. ეი! არავინ შეჭამს ამ კვერცხებს? ტაფაც აქ არის და ყველაფერი რაც საჭიროა. წინი არის 300 მეტრი. კიდევ ცოტა და გასული ხარ. 10 წუთის გზაა. კარგი, მადლობთ, მაგრამ მამა ჩემის გარეშე მაინც ვერ წავალ. მას ალბათ ჩაეძინა სოკოების მდელოზე. იქ ჩაძინებას ვერავინ აცდება. კარგი, მადლობა. როგორც არ უნდა ეცადოს. რა არის ახლა იმაში კარგი რომ კვერცხი უმად უნდა ჭამოს. კი მაგრამ ჩვენაირი სოკოები არ გინდა? დაივიწყეთ ბიჭებო, თქვენ შეჭმას არ ვაპირებ. მაგას არც გეუბნებით. აი მოხრა ხუთ შეხედე შენს უკან რომ არის ამოსული. ნამდვილი სუნი აქვს. რა თქმა უნდა, ნამდვილია. ერთ-ერთი საუკეთესოა სოკოს კვერცხთან ერთად. არა, ვერ გამომიჭერთ. სოკოს კვერცხთან ერთად ჭიქით ჭაობის წყალი და ცოტა ძილი. კარგით, გაჭერდით. ცოტა წყალი მაინც დალია. პირი გაგიშრება. არ ვაპირებ არანაირი ჭაობის წყლის დალევას. მართალია გემრიელი არ არის, მაგრამ ისე შეგახურებს რომ სამდე აფრინდები. იგზირა მაგარია. მიხვდი რასაც ვამბობ.
მამა, გამარჯობა. მეგონა უკვე რომ ვეღარასდროს გნახავდი. მოდი, კვერცხი არ გინდა? ჭაობის წყალს ხომ არ სვამ? რა თქმა უნდა არა. წამოდი, წავიდეთ. თვალებს ძლივს ვახელ. მეც. მოდი, ცოტა ხანი დაჯექი. ამ კუნძულზე 5 წუთს ემეც არ გავჩერდეთ. კარგი, მაგრამ არაფრით არ უნდა დავიძინოთ. არა, რა თქმა უნდა. კარგი სუნი აქვს. ძალიან გემრიელი იყო. მამა, რას აკეთებ? რა? ამას ვინ ამბობს? რა? სამი ჭიქა დაცალე. სამი? სამი დავლიე? ხო, სამი. იცი, მე ცოტა ხნით წამოვწვევი. ასე რომ შენ ეცადე არ დაიძინო. კარგი? აქ იყავი. კარგი? ვირჯინია, გაიღვიძე. გაიღვიძე, ვირჯინია. დედიკო. დამშვიდდი. ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო. ზღაპარი მომიყევი. კარგი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელიც ტყის განაპირას ცხოვრობდა. მისმა დედიკომ უთხრა, რომ არასოდეს წასულიყო ტყეში, მაგრამ იცი რა ქნა გოგონა? არა? რა თქმა უნდა იცი, ის შევიდა ტყეში, შეხვდა ურჩხულს და იქ მოკვდა. მას შემდეგ ყველას დაავიწყდა გოგონა და ცხოვრობდნენ სამუდამოდ ბედნიერად. ვირჯინია, სად ხარ? მეფე ტონი გისმენთ? მამა, გამარჯობა, მე ვარ. მე გავიქეცი, მაგრამ რამდენიმე ნამცხვარი დაგიტოვე. იმედი მაქვს ყველაფერს მოახერხებ. მოიცადე, არ გაბედო დედა შენი ვით გამექცე. შენ ჩემი პრინცესა ხარ. მე შენ მჭირდები. მე შენ მენატრები. თანაც 7 წლის შვილი მყავს. შენ მას უნდა მოუარო. მიხარია რომ როგორც იქნა შვილი გყავს. იქნებ მან გაგაბედნიეროს. გაიღვიძე, თორე მერე გვიან იქნება. გამოვიძახეთ ელექტრიკოსი. სიბნელეში ხომ არ ვიჯდები? ეს რა უბედურებაა, სინათლე მჭირდება. სიბნელეში ვერ ვიჯდები, ანთეთ შუქი. შუქია ანთეთ. მე შუქი მჭირდება. ვირჯინია. ტონი გაიღვიძე. შუქია ანთეთ. ვაშლს არასოდეს შევჭამ. ეს რა ჯანდაბა იყო? გელო. როგორ გვიპოვე? ო ვირჯინია. დიდი ხანია უკვე მოყვები.
ღმერთო. საწახვედი სიყვარულის ქალაქიდან. სიყვარულის ქალაქი? ცოტა ხნით დავხეტიალებდი, ვფიქრობდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ შენი კვალი ავიღე. მაგრამ როგორ? ვირჯინია, მე შემიძლია შენ დროის გადაღმაც გადმოგვყვე. შეცვლილი ჩანხარ. ჩვენ ორივე შევიცვალეთ. არ მინდოდა შენი გაგდება. უბრალოდ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა და მე მართლა მომწონხარ. თანაც ძალიან. არ მინდოდა შენი გულისკენა. მე მგონი მიყვარხარ. რამდენი ხანია გელოდები. რამდენი მუქი დღე გავიდა ციხეში. ზაფხულში მზის სხივს კედელზე არეკლილს ვხედავდი, როგორ მენატრებოდა ზაფხულის მზის დანახვა და ყოველთვის როცა ის მოდიოდა, მე ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთი წელი დავკარგე შენს გამო. როცა ყველაფერი დამთავრდება, მე შენ ერთ ყუთში გამოგამწყდევ, რათა იქ სასოწარკვეთისგან მოკვდე. სადაიჭირეთ? აქედან 15 კილომეტრში. ასე ახლოს? დანარჩენები სად არიან? ჩვენ ისინი მოვყალით. მათყუ არა, იდიოტო. ჩვენ საშინლად უხეირონი ვართ, თქვენო ბრწყინვალება. მაგრამ ჯაღლი ჩვენ გვყავს. აი. სულელებო, ძაღლი ჩემთვის საშიში არ არის. გოგონა. საშიში გოგოა. მოდით. წამოდით, ჩქარა. მოგზაურობა დამთავრდა. ვენდელის სასახლე და იქ სარკეა. და იქიდან დავბრუნდებით სახლში. მოდი ცოტა დავისვენოთ. წყალს მოვიტან. შეშაზე არ წახვალთ? მე წავალ. მე წამოყვები. ვირჯინია. მინდა ერთი რაღაც გააკეთო. უფრო სწორად, ჩემთან ერთად. ჩვენ ვიმსახურეთ, იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად. ვიცი რაც გინდა და პასუხია დიახ. ღმერთო, როგორ მიყვარხარ? ვიცი, მე ძალიან მიყვარხარ. კარგი, შენ გაიქეცი ტყეში და მე თვალებს დავხუჭავ. უკაცრავად? მე ვბრუნდები ხისკენ, ვხუჭავ თვალებს და ვითვლი 100-მდე. სერიოზულად მეუბნები? რა თქმა უნდა. კმირდები, არ გამოვიხედები, კმირდები. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. კარგი. 50-ის მერე ცოტა სწრაფად დავითვლი. არ მოვიტყუები. მე არ ვაპირებ შენთან დამალობანას თამაშს. მიდი. 1, 2, 3. არა. 4, 5, 6, 7, 8, 10, 11, 12, 13, 14, 72, 73, 74, 96, 99, 100. მე მოვჭი. მოვდივარ.
time. Where's the wood? For the fire. Oh, couldn't find any. Couldn't find any wood. In a forest? Hello, Tony. You don't have any wood either. Yes. Thank you.